პერსონალ ჩვენი მწერლობის აუდიტორიაში სტუმრად თემურ ჩხეიძე. რეჟისორი, სახალხო არტისტი. დადგმული აქვს 80-მდე სპექტაკლი მარჯანიშვილის, რუსთაველის, ზუგდიდის, სოხუმის თეატრებში. გენუის საოპერო თეატრში, ვენეციის საოპერო თეატრში, მილანის ლასკალაში, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში, მოსკოვის სამხატვრო თეატრში, პეტერბურგის ტოვსტონოგოვის დიდ დრამატულ თეატრში, მოსკოვის დიდ თეატრში, პეტერბურგის მარინის თეატრში. ბატონი თემურის აზრით, სპექტაკლში ყველა ეპიზოდს თავისი კონკრეტული ფუნქცია აქვს და ყოველი იმპროვიზაცია ამ ფუნქციას უნდა ემსახურებოდეს. იმპროვიზაციები თეატრსა და ცხოვრებაში. თემურ ჩხეიძის აუდიტორია, ნაწილი პირველი. არ ვიცი. თუ თლად გულახდილად არ ვიცი და ისე შემიძლია რაღაცები გითხრა. ძალიან ძნელია მაშინვე რაღაცის აღქმა და გაკეთება. რა თქმა უნდა. არ ვიცი. ბევრ რამეზე მწყდება გული ძალიან, რომ თავის დროზე ვერ გავაკეთე და ეხლა ალბათ ვეღარ გავაკეთებ. მაგრამ ეს ეთყობა ესეც საჭირო იყო, რომ ყოველთვის არის რაღაცაზე ოცნებობ და ის არ გამოდის და რჩება მარადიულ ოცნებად. კარგია. სარეჟისორო ფაკულტეტზე მინდა რაღაცა კანონები, რაც ვიცი, მისწავლია, სხვისგან მიმიღია, გადავცე მათ, რომლის გარეშეც არ შეიძლება არსებობდეს, როგორც ლამის, როგორც მუსიკოს ნოტები, ან რაღაც, გესმის, ეგეთი რაღაცები და იაზრონონ თვითონ და გააკეთონ თვითონ. მაგრამ იმდენი დრო არ გასულა. დარჩება რამეზე რომ ვთქვათ, რომ დარჩება. ეს მოიცა გავიდეს კიდე 40 წელი და მე ვილაპარაკოთ რა დარჩება და რა არის. დავსტანოგოვის ტრადიციებზე რა გითხრათ, როგორც ყველა ტრადიცია, რაღაცა საჭირო იქნა რჩება და რაღაცა ალბათ დროს მიაქვს. ანდრეი დაინიშნა მაგუჩი და თავიდან როგორც კი ვამბობ, მაგუჩი ნამდვილად გეუბნებით, რომ ნიჭიერი კაცია. ანდრეისთან დავსტანოგოვის ჩაჭანება არ იქნება. თუმცა რაღაცები დავსტანოგოვის იგივე დოძინი არის, ლევ დოძინი, ის ამას შეძლებს და გვარად ინარჩუნებს, რა თქმა უნდა, სულ სხვანაირად. თქვენი მონამორჩილი ცდილობდა, რომ რაღაცა ძალიან გამოსადეგი და ძალიან საჭირო რაც არის და მე მგონი დრო არ უნდა ეხებოდეს ამას, ის გამოგვეყენებინა და იმზე გაგვეგრძელებინა მუშაობა. არ ვიცი, ჩვენ ძალიან იოლად შევეგუეთ ერთმანეთს. ქაური მსახიობები და მე, ძალიან იოლად. ერთი კვირის თავზე მეგონა რომ აქ მუშაობ რა უკვე რამდენი წელიწადი. დავსტანოგოვის მოწაფეები ვიცი, რომლე უშუალოდ მისი პირველიდან ბოლო კურსამდე მისი სტუდენტები რო იყვნენ და მათ წარმოდგენას რო ნახავ, დავსტანოგოვი მაყურებლადაც ვერ გამოდგებოდა იქ არამც თუ წინამორბედად. ასე რომ ეგ არაფრის გარანტია არ არის. მე არასდროს არ მინდა რომ გინდა თუ არა ჩემი რაღაცა გააგრძელო ჩემმა მოწაფემ. პირიქით, ფრთხილად და ფაქიზად ვეპყრობი სხვის დანატოვარს, მაგრამ იქაც როგორ გითხრათ, თვითონ ბატონი მიშა ამბობდა სულ, რომ თეატრი არ არის მუზეუმი და ზუსტი ის არ უნდა დარჩეს. იმიტომაც არის, რომ წარმოდგენა რომ თავდება ქრება, მორჩა, არაფერი არ რჩება იქიდან. ბოლო 20 წელიწადია ბევრი გაჩნდა, როგორ იცით, ამას ჩვენთან რო ინსცენირებას უძახდით, მაგრამ ინსცენირებაც არ არის. დამოუკიდებელი პიესები გაჩნდა, მაგალითად ტურგენევის მიხედვით. დაწერეს შოტლანდიელმა და ირლანდიელმა დრამატურგებმა. იგივე პერსონაჟები, იგივე ამბავი, იგივე ის, მაგრამ დაწერეს რაღაცა თავისებურად. ანუი რო აკეთებს და ანტიკურ სიუჟეტებზე ისე. ძალიან რო საჭიროა, რომ ჩვენ დავიწყოთ ჩვენი ცხოვრების ანალიზი ბოლოს და ბოლოს. თუ საკუთარის არა, თუ ძნელია ეს ახლო წარსულის. ცოტა დიდხანს გადავყევით ჩვენ სატირის პრიზმას. რამდენი ვიცინოთ, კარგი, ვიცინეთ, კარგია, სიცილი კურნავს. გავიგე, აღარ მინდა ამდენი მკურნალობა. ცოტა იქნებს სხვა რამეც კურნავს. რაღაცა უნდა გაჩნდეს. რა? ხურილი? უნდა გავაშ
განებივრებული ვარ მთელი ცხოვრებით. დგამდი მხოლოდ იმას, რაც მინდოდა. ეს ერთი. სავალდებულოა თუ არა ადამიანი იყოს თეატრის ხელმძღვანელი. თუ ჩემნაირად წაუვა ცხოვრება, თუ როგორც მე ამდენი ადამიანი ხელს შეუწყობს საქმიანობაში, არაფერი აუცილებელი თეატრის ხელმძღვანელობა არ არის. ვისი ხელმძღვანელობითაც არ მუშაობდი, ვდგამდი იმას, რაც მინდოდა. და ამის საშუალებას მაძლევდნენ და ქეთს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ამის საშუალებას მაძლევდა. სულ ყველგან აქ თუ უცხოეთში, ნამდვილად ასე იყო. ამიტომ ხელმძღვანელი როდის გინდა ძალიან რო იყო ალბათ, რომ აი მე არ მაქვს საშუალება ჩემი რაღაც გავიტანო და ამიტომ აი ხელმძღვანელი რო ვიქნები გავაკეთე. ყოველთვის ისე ვაკეთებდი როგორც მინდა. მაინც ხელმძღვანელი ეხლა მაშინ ავატახარ. რაღაც გინდა. მაგრამ ცხოვრებამ ისე მოიტანა რომ მომიწიე. სულ მგონია რომ აი დილას გამეღვიძება ან ღამე რო ვფათურობ წიგნს, აი რაღაცა მავიწყდება თითქოს და გამახსენდება და აი იმას ავიღებ და დავდგა. ძალიან მინდა ქართული. იყოს პროზა, ქართული პროზა იმდენ რამეს აძლევს თეატრს. იმდენ რამეს ეხლა აი სტუდენტები რომ ყავს, მინდა რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, უფრო მეტად პროზაზე გავზარდო ვიდრე დრამატურგიაზე. რატომ იცით პროზას ისიც აქ და აი ისე სიღრმის ნამდვილ პროზაზე ვლაპარაკობთ ჩვენ ალბათ, ხო? ისეთ სიღრმისეულად ჩადის ადამიანის შინაგან მდგომარეობას ისე აშიშვლებს პროზა. დრამატურგიაში სიტყვები წერია და შენ უნდა გადავწყვიტო რა ემართება ადამიანს. და პროზა მინდა რომ ამათი რაც შეიძლება მეტი პროზა იკითხო. და იკითხონ და მე ვერ გადამეწყვეტია რა ვდგამდა. ეხლა იმათ რა პასუხი მოთხოვ. აი ძალიან მინდა რამე ისეთი ქართული სუმგონია რაღაცა მავიწყდება ქართული. არაფერი აღარ მავიწყდება. თამაზ გოდერძიშვილმა მითხრა, კარგი დამანებე თავიო, რაც შეიძლებოდა პროზიდან დადგმული გაგოდა. ეხლა შეგვეშვიო. რატომ აქ დადგმული ყველა? აი თქვენ რაღაც გახსოვთ, ხო? ეგ არ არის დრამატურგიული. დრამატურგია კი არ უნდა იყოს. უნდა იყოს პროზა, ხო, მაგრამ აი ჯაყოს ხიზნები თავიდან ბოლომდე დრამატურგია. მე არც არაფერი მინახავს. ყველაფერი შეიმბრალია, მეც ეს გეტყვი. მარტო მე ვარ ბრალიერი, მარტო მე ვარ ბრალეული. მაგრამ დღეს წინანდელი თეიმურაზი მოკვდა და ახალი დაიბადა. მე არაფერი არ ვიცი, არც არაფერი მინახავს, ყველაფერი გაპატი. შეცმაპატი. მომაპატიებ შენს ძველსა და ერთადერთ მეგობარს. რამოდენიმე წლის წინ, 10 წელია ალბათ, მეტი. ხო, მეტია. რო ვთქვი, რომ მარჯანიშვილის თეატრში რო მაშინ მეღვინა თუხუცესი იყო ხელმძღვანელი უკვე, მე აღარა ვარ და მინდა მეთქი ისა, დასტაევსკის მარადი ქმარი. ნუ წაიკითხა ოთარმა, წაიკითხეს ხმაც და ვერდიქტი იყო ასეთი, ეხა ამაზე რო არავინ არ ივლის, ნუ ეს ფაქტია, მაგრამ ნუ ეხა შენ გინდაო და რა გიყო ოთარმა მეთქი. რატო არ გინდათ, მე ვთქვით სხვაგან დავდგა. დადგიო, ნუ რა, კარგი სამუშაოა, კარგი მე მსახიობების შემადგენლობა, კარგი, მაგრამ რა თქმა უნდა ამაზე არავინ ნუ კაი არ ივლის. 3 წელიწადი იყო გადაჭედილი დარბაზი. მე თვითონ ვერ მივხვდი ამას. დღესაც არ ვიცი რატო. რო ვთქვა რომ ამბავი რაღაცით ქართულ ამბავ არა, აი არ ვიცი. ეხლა რომ მკითხოთ არ ვიცი რატომ. იგივე მსახიობები სხვაგანაც ყოფილან. იგივე მსახიობები ყოფილან სხვაგანაც. არა, მარტო ეგ არ არის როსტომ, არ ვიცი, აი, იმიტომ რომ იგივე მსახიობები სხვაგანაც ყოფილან და მინახია მათი მონაწილეობით ხალვათად დარბაზზე. აი, არ ვიცი, რაღაცა მერე, აი,
იგივე იყო იმაზე გახსოვს მამაზე სტრინბერგის ნუ ეხლა სტრინბერგი კი ბატონო იქაც სავსე დარბაზი არ ვიცი მანამდე ისეთ ქართულ ნაწარმოებებზე არ დადიოდა ჩემს სპექტაკლებზე ვლაპარაკობ მაყურებელი აქამდე გაოცებულია ყველაზე მეტად მიყვარს იქიდან რაც გამიკეთებია მომწონს თუ არ ვამბობ მიყვარს გუშინდელნი შალვა დადიანის ნუ აი რაც გასულა გუშინდელნი რო შეკრიბო ორი ანშლაგი არ გამოვა რუსთაველის თეატრის აი მაყურებელი რო შეკრიბო არ ვიცი რატო ძალიან მეგონა რომ არ იქ მთელი ამბავი ატყდებოდა გასინჯვაზე ამბავი ატყდა გაუშვათ არ გაუშვათ იქ სხვადასხვა ინსტანციების ისინი იმათაც რას ვერჩინო ქალის ტვირთზე ჯავახიშვილი ვინა არავინ ისე ჩაიარავით თუმც არაფერი ამათ ეგონათ რევოლუცია დაიწყებოდა მეც დავდიოდი რა აი მიგრძალა ვინ გიგრძალა თურმე გაუშვი ვინ მოდის არავინ არ მოდის და ყველაფერი იმაზე იყო რაც მერე წინ დაგვიდგა საკუთარ კომპლიმენტად არ ვამბობ ჯავახიშვილზე ვამბობ რაც მერე მოხდა თავის არეულობიან აჯანყებიან არჩევნებიან პარტიობანას თამაშებიანად ყველაფერი ჯავახიშვილთან არის და ჩვენ გვეგონა რომ პროგრესულ რაღაც ვაკეთებთ არავინ არ მოვიდა აი არავინ 10 ჯერ თუ 12 ჯერ ვითამაშეთ და მერე ხوار შეიძლება სამჯერ მეტი მსახიობი იდგეს სცენაზე ვიდრე დარბაზში მაყურებელი და დავანებით და არ ვიცი რატო მარათქმარზე მოდიან არა იარონ საწინააღმდეგო ვერაფერი მაქვს იცი დროთა განმავლობაში მაინც მაყურებელი იმიტომ დრო ეხა თავისთავად პრაქტიკულად როგორ შეაფასებს არა ისევ მაყურებლის რაღაცა ნაწილმა რომლის მეხსიერებასაც შემორჩება სპექტაკლი აი იმას გამოაქვს მერე ვერდიქტი როცა ვამბობთ რომ თეატრი ეფემერულია ამიტომ არის თქვენს მეხსიერებას ან შემორჩება ან არა თუ არა ვერაფერი ვერ უშველის და თუ შემორჩება მაყურებლის გარკვეული პროცენტის მეხსიერებას თუ მას აღებეჭდება ის აი თუ ის მოხდება ხა გუშინდელნი რო ვთქვი 60 ადამიანს გაეღიმა და ჩვენი ღიმილი შეხვდა ერთმანეთს მორჩა არ უნდა ამას რეცენზია აი ეს მოხდა და ჩემდა გასაოცრად მოხდა ის ხო გეუბნებით არავინ გუშინდელზე არ დადიოდა და მაინც რამდენს ახსოვს გუშინდელნი აი ეს მოხდა მოვლენა რომელიც იყო მხოლოდ საბჭოთა კავშირში როგორც კი დაიშალა ეს იმ წუთში პირველ რიგში დაიწყეს სატელევიზიო თეატრების ლიკვიდაცია ყველგან სრული შთაბეჭდილება იყო რომ საბჭოთა კავშირი დაშალეს ეს პირველი პრობლემა და მეორე სატელევიზიო თეატრებისთვის არის დაშლილი საბჭოთა კავშირი არ ვიცი ის საბჭოთა კავშირი იყო ეს სხვა კავშირი იყო რას ერჩევდნენ სატელევიზიო თეატრს ესე იგი ამოშანთეს როგორც მავნებელი კლასი კი დარჩა მაგრამ დარჩა მსახიობის ნათამაშები ბევრი რამ კარგია ვიგონებთ რაღაცებს ვაკეთებთ ოღონდ იმდენად წინ არის წასული ტელევიზია ეხა უკვე დავიწყეთ რაღაც რომ იქნება აღდგეს ეს იქნება არავის არ მიაქციოთ ყურადღება იქნება არ გჭირდება ვინმეს მიბაძვა აუცილებლად რომ ან ამერიკულს უნდა მიბაძოთ ან ევროპულს ან რუსულს ან რატო აი ვის უშევებდა ის რომ 90% გამოდიოდა ქართული მასალა იმ სატელევიზიო თეატრში მიშას დროსაც და მე ისე გამოვიდა რომ უფრო ხანგრძლივად ვიყავი და ჩემს ოპასაც არ ვიცი ბევრი რამ ეხლა რო უყურებ ღიმილს იწევს ბევრი რამ ჩამორჩა ტექნიკა უკვე იმდენად წინ არის წასული მე მაგალითად რომელიც ვგიჟდები სატელევიზიო თეატრზე მე ვეღარ ვიმუშავებ სატელევიზიო თეატრში იმდენად ჩამორჩენილი ვარ დღევანდელ ტელევიზიას იმას უნდა ყოველდღიური აზროვნება მუშაობა და როგორც ყველა საქმეს მე ამას ვეღარ შევძლებ ეხლა უკვე როგორ არის იცით გაყოფილი ახალგაზრდები ზოგი არის აი ესე ბრმად ფლობს აი ესე რომ არ უყურებს ისე კლავიატურაზე დადის
ის ფლობს ამ ტექნიკას, მაგრამ ის არის. არიან ვინც ასე თუ ისე შეუძლიათ აი მასალა რაღაც დადგან ტელევიზია არიციან. აი ეს შეჯვარება შეიძლება მოხდეს. მაგრამ ამას სჭირდება ფინანსები, ამას სჭირდება რომელიმე არხის ნება თუნდაც. არა აქვთ. არ ვაბრალებ, ეთყობა არა კომერციულიაო. ნუ ახლა ალბათ. მაგრამ ნამდვილად ჭარბი მაყურებელი ყავდა. არ ვიცი რა, რატომ არის არა კომერციული. ვერ გეტყვით. მე იცით რა, გაითვალისწინეთ, აი საქართველოს მოსახლეობის, ეხლა თბილისზე და ბათუმზე და ქუთაისზე ნუ ვლაპარაკობ. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისე ატარებს ცხოვრება თეატრში ვერ ხვდება. ან არ ხვდება. საერთოდ რა არის ეს? და აი იმ ქართულ ოჯახში ტელეეკრანის მეშვეობით შედიოდა ქართული მასალა. რასაც ქართული ენისთვისაც კი ქონდა მნიშვნელობა. იღებდნენ სპექტაკლებს დადგმულ სცენას. ეგ სხვა არის. ამას ჩვენც ვაკეთებდით, პაატა ფანცულა ეკეთებდა საკმაოდ კარგად და პაატამ შემოუნახა უზარმაზარი მასალა ისტორიკოსებს ალბათ და თუ რამე არის დრამატიულ სცენაზე თუ საოპერო გადაღებული და დაფიქსირებული 90% მეტი პაატას. მაგრამ სპეციალურად შექმნილ პროდუქციაზე ვლაპარაკობთ სატელევიზიო თეატრში. რა ვიცი რა გითხოთ, მე ძალიან გულიმწყდება, ძალიან. აი ნოსტალგია მაქვს, მაგრამ ნუ როგორც ბავშვობას ვერ დააბრუნებ, მე ჩემ ცხოვრებაში იმას ვეღარ დავაბრუნებ, იმიტომ რომ ჩამოვრჩა. თავარია სიუჟეტი იყოს მელოდრამატიული, მელოდრამაში ცუდი არაფერი არ არის რა. ყოველთვის მელოდრამა იხსნის თეატრს, როცა თეატრს უჭირს. კაი რა არის ცუდი მელოდრამაში? ისე არ უნდა დადგა ესეთ მელოდრამად, თორე მელოდრამას რა ჯობია? რით არის ცუდი? ყველა ნამდვილი ნაწარმოების ძირში არის ან მელოდრამატიული, ან დეტექტიური სიუჟეტი. აბა დრამატურგია ესე როგორ? ეხლა არ გამლახოთ რა. შექსპირის ძირში სიუჟეტი არის მელოდრამატიული, სხვა არის რომ იმას მე ტრაგედიის დონეზე აყავ. ახლა ცხვირსახოცი მოპარეს კაც და სერიოზულად ხუთი მოქმედება აძევნინეს და ბოლოს ცოლი დაახჭობეს. მელოდრამა აბა რა არის? შეიძლება სერიოზულად. მაგრამ იმანა იყვანა იმ დონეზე რომ დეტექტივია კლასიკა. აბა რა? ოიდიპოს მეფე? არა, ის უკეთესი დეტექტივი მე არ დამეკითხია. როგორ მკვლელი ხდება, არა, გამომძიებელი ხდება ბოლოს, რომ თვითონ არის მკვლელი. ვისაც ეძებს?
ამისთანა დეტექტივი რას ლაპარაკობ? აი გულწრფელად გეუბნებით, თუ რაზედაც არის სპექტაკლი, თუ არ მტკივა, არ ვკეკლუცობ, ვერ ვდგამ. აი მართლა ვერ ვდგამ. კი, შემიძლია, აი მაგალითად სტუდენტს მივეხმარო, ან დამწყებ რეჟისორს. სრულიად სხვა რამეს დგამს, დაუშვათ სხვანაირად, ვიდრე მე, მაგრამ ვეკითხები რა უნდა? იმან ახალგაზრდამ ყოველთვის იცის რა უნდა. ხშირად არ იცის როგორ კეთდება ეს, რომ ის გამოვიდეს რაც უნდა. ეს მარტო ტექსტის ლაყალუყი არაფერს არ იძლევა. ესე იგი, ის რომ გამოვიდეს, კიდე რა არის ამისთვის საჭირო. ამიტომ გვერდზე ვისაუბრებენ, მოდი, აი ეგ გინდა? კი ბატონო. მაშინ აბა ვცადოთ ესე, მოგწონს? კი, ოთხდამ იქნებს თავს, ტოვებ თავს. კი ბატონო, აი ამაში მივეხმარებ, მაგრამ მე რასაც ვდგამ, მე უნდა ძალიან მტკივნო. ეხლა სოსომ მკითხა გრონჰოლმის მეთოდზე თუ დადის ის. მე ვიცი რომ გრონჰოლმის ავტორი არც შექსპირია, არც არ ვიცი, არტურ მილერი და არც დავით კლდიაშვილი, მაგრამ აი იცით 2 წლის წინ იყო ასეთი მომენტი, რომ ჩემი უფროსი შვილიშვილი სადღაც არ ვიცი, რომელი კოლეჯში თუ არ ვიცი, რაღაცა მე-9 კლასიდან უნდა სადღაც გადასულიყო ინგლისურენოვან სკოლაში. მანამდე ცხადია ქართულში ყო. ხო და მოკლედ გამოცდები აქვს. მოდის ახლა ვეკითხებით ბავშვს რა ქენი ხო და მე მოვიდა და დღეს რაღაც ტესტები მოგცესო. და დავწერეო და არა ვარ დარწმუნებული სწორ პასუხია თუ რა იყო, რა დაწერე. ნუ ტესტი ასეთი იყო, რომ სახლში ვარ დედასთან ერთად. დედა ცუდად ხდება, მე სამსახურში მაგვიანდება და ნუ მოკლედ პრობლემა გრასიზამ გამოუძახებს სასწრაფოს და წახვალ სამსახურში თუ დედას არ მიატოვებ და ნუ ამან დაწერა დედას არ მიატოვებო. მოკლედ მეორე დღეს მოვიდა და შეცდომა აღმოჩნდა ეს. უნდა მიატოვოს დედა და წავიდა. აი მაშინ დავფიქრდი, ესე იგი რა მარტო მე არ დავფიქრდი ალბათ, იმიტომ რომ რა ვქნა კაცო. ეს ბავშვი ისეა გაზრდილი, რომ იმედი მაქვს არ მიატოვებს დედას არასდროს. ხო და რანაირად უთხრა ეხლა რომ არა დედა მიატოვე წადი. არა და ვიც სწორი პასუხი უკვე გავიგეთ რომ არა ის რომ მიატოვე და წადი. ძალიან დავიბენით მოკლედ ჩვენ იმას შეაინტერესებდა წავიდა ფეხბურთი სათამაშოდ და ჩვენ მთელი ოჯახი ვიჯექით და ვფიქრობთ ეხლა რა ვქნათ. აი რომ რა უთხრათ რომ აი შეცდომა დაგიშვია თუ აი როგორ უთხრათ ეს. გრონჰოლმის მეთოდი როგორც კი წავიკითხე, აი იმ წუთში ამიმუშავდა ეს. იმიტომ რომ მაგაზია ეს. ზუსტად ამაზე კი არა რაც მოვყევი. აი მთლიანად საკითხების წყება, აი იმდენად არაფერი არ შეედრება იმ გრძნობას, რამეს რომ წაიკითხავ და რა ჩემია, მე უნდა დავდგა. ვითომ სხვა ვერ დადგამ შენს მეტ. მაგრამ აი ისე გეჩვენება, იცი რომ აი მე დავდგამ ახლა ამას. აი გეფიცებით ისე გავს. აი მანდილოსნებო სწორედ თქვენ და მე გრძნობას გავს ეს. აი რომ შეხედავ ქალს და თუ შეხვდა თვალი თვალს და რომ აი ხო არაფერი შეიძლება არც არაფერი არ კონდეს მე იმ კალთან არა მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ პოტენციურად ძენია აი შეიძლებოდა შენი ყოფილიყო პოტენცია ხო აი არ ვიცი აი იგივეა პიესაზე რა აი იგი ხო გრონჰოლმის ყოველწასია როცა უბრუნდები დადგმულს უბრუნდები მაშინ თუ ოდნავ შეიძლება თვალისთვის შეუმჩნეველი ოდნავ სხვა ვერსია გაგდა ეხლა უკვე ის გაინტერესებს ზუსტი კოპიოს ეს არ ნუ კოპიო შეიძლება როდესაც რაღაცა პაუზა აქვს სპექტაკლს აი ეხლა ერთ-ერთი მსახიობი ავათიყოთ რაღაცა და გამოვიდა რომ გრონჰოლმი ერთი თვე არ გვითამაშია 14-შია ნუ ამიტომ 13-ში შევიკრიბებით და რაღაცას გავივლით ეს არ ეხება მაგრამ იცით რა მართლა ძალიან დრამატიული მოვლენები იყო მე თქვენთანაც ამის იმას ნუ შეუდგებით
მაგრამ ორივეჯერ როცა შემომთავაზე სპექტაკლის აღდგენა ორივეჯერ იყო დაკავშირებული იმასთან რომ აი სპექტაკლი აღვადგინოთ ოღონდ აი იქნებ აი ამ ორ როლზე ვინმე შევიყვანოთ სხვა ზოგადად მე თქვი არა მე დავდგი იმათთან ვისთანაც დავდგი და მიმაჩნია რომ ამიტომ მე არ მეორე შემთხვევაშიც ისე გამოვიდა სიტუაცია რომ ოღონდ აი ის ვიღაც ნიკოლოზი შევცვალოთ და დანარჩენი ვითამაშოთ ჩვენ ძალიან გვიყვარს სპექტაკლი ან იქნება ისე როგორც დაიბადა ეს სპექტაკლი ან არ იქნება არ მინდა მე საერთოდ მიჭირს ორი შემადგენლობის თავიდანვე აი რო დანიშნო ორი შემადგენლობა ძალიან მიჭირს იმიტომ რომ იმ ერთთან აკეთებ ყველა სპეციალურად უნდა მოიფიქრო ცოტა სხვანაირად მეორეს აი ეს გაგლეჯა ძალიან ძნელია როცა ვიყვან მსახიობ აი ინდივიდუალობა შენზე ვაგებ შენ რომ იყო კი არა თქვენი თვისებებიდან გამომდინარე თქვენი შესაძლებლობა ყველაფერი თქვენიდან და ეხა 3 საათიდან იმ მეორესთან გავლა რეპეტიციის რომელიც მიჭირს არ არის ეს სწორი პასუხი ალბათ არ არის პროფესიული პასუხი სხვათა შორის უნდა გითხრათ იმიტომ რომ თეატრს როგორც გავიგერო ტაძარია მაგრამ ტაძრის გარდა წარმოებაა ამიტომ თუ ამ წარმოებაში ერთს ვირუსული გრიპი აქვს უნდა იყოს მეორე რომ არ დაზარალდეს მაყურებელი ვინც ფული გადაიხადა ბილეთში მაგრამ მე მგონია რომ მაშინაც ზარალობს როცა სხვას უყურებს და არა იმას ვინც პირველი იყო აი რაღაცა რთულად არის პრობლემა არ არის მსახიობს პრობლემა ჩემშია რომ არ შემიძლია არ მინდა ჩვენ შევქმნით ეს ერთად და ეხა ვინ მე რა შეემთხვა ცხოვრებაში და ვინ რა დააჩვენა ნუ რა ვქნა ესე იგი არა ვერაფრით ვერ დავიტრაბახებ რომ ძალიან კარგად ვიცი მთელი მსოფლიოში რა ხდება ცხადია არა ცხადია ეს არის მხოლოდ ისეთი ზოგიერთ ქვეყანაში შედარებით ვიცი მეორეში სრულიად არ ვიცი და ასე შემდეგ აი 1000-ნაირი თეატრი არსებობს ყველაზე ნუ როგორ გითხრათ აი მე არ ვიცი წინა შეხვედრის დროს მოვყევი თუ არა ესე იგი სადღარ თამაშობენ სპექტაკლებს დღეს დაწყებული ტრადიციულ სცენაზე და ტრადიციულ დარბაზში დაწყებული აქედან დამთავრებული ნუ როგორ გითხრათ ერთი სპექტაკლი მე ვნახე აი სრულიად სერიოზულად ლაპარაკობ იყო ნიდერლანდებიდან ჩამოტანილი ნიუ-იორკში პარკში მესხიშვილმა გინდა თუ არა ნახეო ნახე ესე იგი აშენებული იყო ცენტრში ნიუ-იორკში აშენებული იყო პარკში ეს რა ქვია საზოგადოებრივი ტუალეტი პირველი მოქმედება ვიყავით მამაკაცთა განყოფილებაში და მეორე მოქმედებაზე ვიყავით ქალთა განყოფილებაში არაფერი იქ რაღაცა აი ძალიან ისეთი რაც ეხა წარმოგვიდგენია რომ ტუალეტში ხდება და ამიტომ არა არაფერი ჩვეულებრივ შემოდის ხალხი 35 კაცი მონაწილეობდა ძალიან სიმპათიურად თამაშობდნენ აი მაშინ ვიფიქრე რომ ესე იგი ნუ სად უნდა დადგა სპექტაკლი ახლა რომ მე გამეკვირდეს ტუალეტში ვარ ნამყოფი საათნახევარი მიდიოდა სპექტაკლი რას ლაპარაკობ სკამი მაინც მოეცათ კაცო არა ნახევარი დრო იგავატარეთ ნახევარი აქ ასე რომ დაწყებული იქიდან რომ ტრადიციულ სცენაზე ყველაფერი იყო ყველაფერი იქნება ბევრ რამეზე მეღიმება როგორიათ რომ ახალია არ არის ახალი იცით რა საკუთარ ხალხს თუ ემსახურება მაშინ სხვასაც ხარისხია მთავარი ბოლოს და ბოლოს აი ზუსტად რას ნიშნავს საკუთარ ხალხს მახსოვს ერთხელ გურამ პეტრიაშვილმა მითხრა შენო დადგიო აი გარდაბანშიო რამე ისეთი უნდა დადგაო გარდაბანშიო რძალდედამთილი რო ჩხუბობენ მე ის უფრო მაინტერესებს ვიდრე დასტაევსკიო ნუ შეიძლება იმას ის აინტერესებს მე ვთხარი როგორც კი გავიგებ რაზე ჩხუბობენ დავდგამ არ ვიცი მაგრამ მე მგონია რომ
იგივე დასტაევსკის თუ კლდიაშვილს რო უდგამდა ჯაყოს ხიზნებს, იქ ის რძალდედამთილის ჩხუბით შედის და უფრო მასშტაბურ ჩხუბზე გადადის და უფრო მეტ რამეზეა, ვიდრე სამზარეულოში რაღაცის ახლა იმასაც ბუკვალურად არ ვთქვამ, ცხადია გურამს. ნუ ამაზე იყო გამათი, ხო? რა თქმა უნდა, საკუთარ ერს ემსახურე, ცოტა ხმამაღალი გამოთქვა საკუთარ ელის ამსახურე, მაგრამ დაბოლოს, სადაც ხარ და სადაც დგამ და რა ენაზეც აღზრდილი ხარ, გინდა არ გინდა, იქიდან მოდიხარ. იმისთვის რომ რაღაცა შემოაბრუნოს, აი მაგალითად თანამედროვე რეჟისორმა ახალგაზრდამ უпроსორად, ანდა მე რო რაღაცა იცით რა ვერსია იმისთვის რომ ეს დაბრძანდით რა არ შემიძლია იმისთვის რომ აი მოდი მე ამას ისე გავაკეთებ, იმიტომ რომ არავის გაუკეთებია არ ღირს ამის აი იმისთვის კი აკეთებ რომ მე მგონია რომ ეს მდგივა და სტუდენტებთან მქონდა გუშინ წინ აი ისე ვლაპარაკობდით ისე ბალადა ვეფხისა და მოყმისა და აი რამდენჯერ იმას გვიქნია ხო? აი რო ეკითხები პირველად, აი ბავშვებსაც ეგრე მომავალ რეჟისორებს ეგრე აქვს ჩარჩენილი, რომ აი კულმინაცია სად არის? ვეკითხები, აი თავში. სულ ყველა ერთი შვილ მაინც გაგზარდა ვეფხვებთან მეომარი. ეხლა მე ვფიქრობ, უკაცრავად, მაგრამ მთავარი ამბავი ხო მერე წერე. ჩვენთვის პირადად არავის თავზე არ გახვევთ. თავარი ის არის, რომ ერთი შვილი გაგზარდა ვეფხვებთან მეომარიო და ქვეყანა და უცებ ქალი და მოიცა კაცო. ეგება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარე და სტილისაო. წავიდე მეც იქ მივიდე სათქი ვარ უთხრა ჭირის. ესე იგი აი უნიკალური რა არის? ის რომ ვეფხვებს შეეწირა ეს ბიჭი ცუდია ძალიან, მაგრამ ნუ გმირად დარჩა მაინც ერთი შვილ მაინც გაგზარდა ვეფხვებთან მეომარი. თუ სრულიად უნიკალური რამ რომ უცებ ქალი წავიდე იმასთან ერთად ვიტიო. მაშინ კულმინაცია სხვაგან არის. არა? ეს ბავშვებთან ხო? აი ხაკედან რომ ებრუნდები კულმინაცია ჩაუჭედო ტვინში. კარგი მსახიობია, მაგრამ ჩემი მსახიობი არა. არა, ეგ არასდროს არ. არა, გენაცო. ეგ არასდროს არ მქონია. არავითარ შემთხვევაში. ეგ რომ მქონოდა, მაშინ არ შედგებოდა კინაღამ თქვი რა. არა. ეგ ნამდვილად არ მქონია. პირიქით, რაც უფრო აი სხვანაირია, სხვანაირად გაზრდილია, სხვანაირი სკოლა გაზრდილი, რამას გულისხმობს, სხვა სკოლა აქვს, სხვა ის არის, იქიდან არა, რასამ, არა, ნამდვილად არა. ეგ ნამდვილად არა, ოღონდ. იცით რა, მე მახსოვს შემთხვევა, მაგალითად, ნუ რაღაცა კლასიკურ პიესას ხო დგამ და ნუ აიყვანე X მსახიობი, ამა თუ იმ როლზე. და სულ ყველას უმრავლესობას ყოველ შემთხვევაში უკვირს, კი, მაგრამ კაცო, აგერ იყო აი ის Y. ეს რატო აიყვანა? ის უფრო ზედგამოჭრილი ის არ არის? ხო და აი ზედგამოჭრილი როა? ზედგამოჭრილი არ მინდა. იცით რა, რატო არ მინდა, იცით ზედგამოჭრილი? ეხლა უყურეთ, ბევრი რაღაცა მოქმედებს, აი დაუშვათ აი სხვა იმაზე რომ გადმოვიტანოთ. უყურეთ, ეხლა მეორე მაგალითი. აი იაგოს თამაშობდა ნოდარ მგალობლიშვილი. ეხლა არ მითხრათ, რომ სულ ყველა იტყოდით მანამდე, სანამ დაიდგმებოდა, რომ იაგო გინდა თუ არა ნოდარი უნდა ყოფილიყო მგალობლიშვილი. ამ დროს ხო თამაშობდა ძალიან კარგად. იცით მან რამ გადაწყვიტა, აი ჩემთვის პირადად. კაი მსახიობი არის კიდე ნოდარის გარდა ძალიან. იყვნენ. იცით ჩემში რა გადაწყვიტა, რომ ეხლა ამ კაცს აი სულ ცოტა ხნის წინ ითამაშა ჯაყოს ხიზნები. სადაც ნუ წმინდანს გავს, აი როგორც ნუ რას ახლა ნოდარის სახე თავისი პროჟექტორი თვალებით და
ესე იგი სრული ნდობა აქვს ყველას. ჩუჩხისაგან შეჭმული ჯაყო არ იმყოფინა წართმეული საფკარი ბაღი და ველახი ეს ზოდა ნაფუზრებით ახლა სახლით ჩაბნელებულია მარგოს ალბათ ზინას 10 წლის წინაღით ინგლისურ საწოლზე მარგოს თეთრი მარმარილოს მკლავი ჯაყოს ბანჩული არ მკერწეუნდებს ეხლა ფიქრობდი ესე იგი მე მჭირდება იაგოში ადამიანი ვისაც ბრმად ენდობა ოტელო თორემ მაშინ დეგენერატია მაშინ ვერ არის კარგად ოტელო იმიტომ რომ ნუ როგორ ეხლა არ მოვყვები თავიდან სიუჟეტს ესე იგი რაღაცა აქ ანდამატი აქვს ამ კაცს პირველი უნდა იყოს ძალიან მომხიბლელი ვიფიქრე აი რომ გაიღიმებს და ყველა ენდობა კაცო დეზდემონა ენდობა ნახევარზე მეტი პიესა შენი ხო არა შენი შენო იმას ეუნება შენი ქმარი სავსე არის პატიოსნებით მარტო არიან ემილიასთან ერთად ესე იგი რაღაცაა გამკა თუ ჩვენ თავიდანვე ვთამაშობთ მაშინ ყველა ვხედავთ რომ ეს არის გატახცირებული და ეს იდიოტი ოტელო ვერ ხედავს მაშინ რა გამოდის აი ამიტომ რაღაცა უნდა იყოს ისეთი რომ მე ვიფიქრო დარბაზში რომ მეც მოვწონდებოდი ნახე რა კამ ეშმას ამას აი ეხლა ამას ხო ვერ გადმოდგები და ხო ვერ მოყვები ამ პროგრამაში ხო არ დაწერ ამხანაგებონ გალობლიშვილი თამაშობს იმიტომ რომ და ასე შემდეგ როგორ არის რა თქმა უნდა მაგრამ იმ პარადოქსამდე უნდა მიხვიდე სვლელობის დროს აგორა